ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებისთვისაც 2026 წელი ფინანსური მიმართულებით ყველაზე იღბლიანი იქნება. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ 2026 წლის ფინანსურ საკითხებზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოიქცეთ დედამიწაზე. პლანეტა ვენერა ოქტომბრის დასაწყისში ხდება რეტროგრადული და ნოემბრის შვარიცხვევამდე ასე გააგრძელებს. აი იუპიტერი კი დირექტიულ მოძრაობას მარტის შვარიცხვებიდან შეიძენს და დეკემბრის შვარიცხვებამდე ასე გააგრძელებს. აღმავალი კვანძი ივლისის ბოლოსთვის გადავა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო აღმავალი კვანძი შესაბამისად ივლისის ბოლოსთვის გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. რაც შეეხება პლანეტა მერკურის, იგი 2026 წლის თებერვალ-მარტში, ივნის-ივლისში და ოქტომბერ-ნოემბერში რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება რეტროგრადული. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოიქცეთ. 2026 ფინანსური კუთხით ეკონომიური და პრაგმატული წელია. ხელგაშლილობა 2026-ში გამართლებული ნაკლებად იქნება. თუ მაინც და მაინც აქცენტი გააკეთეთ პარტნიორის თანხებზე და არა თქვენსაზე. 2026-ში ფინანსური სარგებლის მისაღებად დიდი ძალისხმევის დახარჯვა აუცილებლობას წარმოადგენს. ოჯახის წევრებზე და პარტნიორზე ფინანსური დანახარჯი 2026-ში საკმაოდ ბევრი იქნება. 2026-ში ფინანსური დანაზოგის გაკეთება, მიუხედავად იმისა, ეს დანაზოგი მცირე იქნება თუ დიდი, არის უმნიშვნელოვანესი. ასევე უნდა ითქვას, რომ მთელი წელი ქვეყნისთვის ფინანსური კუთხით პოზიტიურია. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოებზე. ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომელთვისაც 2026 წელი ფინანსურად ხელსაყრელი იქნება, არის ქალწული. 2026-ში ქალწულებამ მთავარია მიმართოთ ენერგია, მიაქტიუროთ და სასურველ შედეგებზე გახვალთ. ზოდიაქოს მეორე ნიშანი, რომელთვისაც 2026 ფინანსურად ხელსაყრელი იქნება, არის ლომი. ლომები 2026 წელს დიდი ხნის საქმეებს დასასრულისკენ წაიყვანენ და კარგად დაამთავრებენ. ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი ფინანსურად ხელსაყრელი იქნება, არის სასწორი. სასწორებს 2026-ში სტანდარტული ნაბიჯები კარგ შედეგებზე გაგიყვანთ. იღბლიან 2026 წელს გისურვებთ. დროებით.